მოგესალმებით, ძვირფას უმეგებრებო, დღეს რამოდენიმე საკითხზე გვინდა გესაუბროთ. პირველ რიგში გვინდა აღნიშნოთ, რომ 20 მაისი გახლავთ ბატონი აკაკი ჯორჯაძის დაბადების დღე, მას 87 წელი შეუსრულდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, 3 წელია რაც ბატონი აკაკი ჩვენს გვერდზე აღარ არის. მან წაუშლელი კვალი დატოვა როგორც ქართულ მწერლობაში, ისე საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ქართული პოლიტიკური აზროვნების ვექტორების განსაზღვრაში და რაც მთავარია, მან ჩვენამდე მოიტანა ახალი სიტყვა, ახალი იდეოლოგია და გვამცნო იმ მოვლენის შესახებ, რომელიც კაცობრიული მასშტაბისა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც წვეთს დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხს. წავიდა ბატონი აკაკი და ქვეყანაში დაგვრჩა ის უმძიმესი მდგომარეობა, მტრულ ბანაკებად დაყოფილი საზოგადოება, ურთიერთდაპირისპირებული, პროდასავლელი, პრორუსული, იმის მომხრე, ამის მომხრე, მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ალბათ მძიმე სათქმელია, მაგრამ რომ არ ვთქვათ, ეგეც არ შეიძლება. ქვეყანას არ ყავს ეროვნული ხელისუფლება, რომ რაღაც იმედი არსებობდეს, რომ ქვეყანას ეცდება მაინც სამშვიდობოს გაიყვანოს ქვეყანა. და აი ამ ფონზე სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან მიდის საქართველოს 151 პატრიარქი, მას საბოლოო გზაზე ვაცილებთ და ხდება არჩევა 152 პატრიარქის. შიო მესამე გახდა ახალი პატრიარქი საქართველოსი და მართლაც აი ამ უმძიმე მდგომარეობაში გადაიბარა მან მძიმე მემკვიდრეობა და პატრიარქის კვერთხი. მსოფლიოში რა ხდება? ყველაზე ალბათ ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტუმრობა ჩინეთში სინძინპინთან. რა შეიძლება ითქვას ამ შეხვედრის შესახებ? როგორც იმედოვნებდა ბატონი ტრამპი, რომ ჩავალმე და ტრამპთან დამხდება სინძინპინი და ჩამეხუტება, მთრათ ასე არ მოხდა და პირველი საუბრის დაწყებისთანავე პირველი მკაცრი გაფრთხილება, რაც წამოვიდა ჩინური მხარის მიმართ, ეს იყო ტაივანის საკითხი. იქვე მოხდა ხაზგასმა, რომ დანარჩენ ყველაფერს საუბარს აზრი ეკარგება, თუ ტაივანის საკითხებზე ურთიერთდაპირისპირებული პოზიციები დაფიქსირდებოდა. ამ თემებზე გვინდა დღეს გესაუბროთ. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მოკლედ ჩავატიოთ სათქმელი. გახართ ხო? მიესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. სამივე თემა, სამივე მიმართულებით სათქმელი თავისთავად ცხადია, მეტატევადია. თითოეულ ჩვენ ჩანაწერს არც აქვს მიზანი და მიზნად რომ დავისახოთ ვერც შევასრულებთ თავისთავად, ხო? ისეთ თემებთან გვიწევს შეხება, რომ რომელიმე თემა ბოლომდე ამოვწუროთ. ჩვენ საკითხებს უფრო ხსნით ვიწყებთ, მსჯელობის საგნად ვხდით და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია 20 მაისი, იმიტომ რომ ერთადერთი საზოგადო მოღვაწე, რაც უფრო ჩვენს ყურსიოლად, ჩვენ ცნობიერებას, არსებული ცნობიერებას იოლად ერგება და უფრო მისაღებ გასაგებია, ერთადერთი აკრძალული საზოგადო მოღვაწე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე თანამედროვეობაში, თანამედროვე საქართველოში გახლავთ ბატონი აკაკი ჯორჯაძე, რომელიც თავის დროზე იყო საკმაოდ დამსახურებული მწერალი ქართულ მწერლობაში და ქართული მწერლობა მოწინავე გახლდათ ზოგად შემოქმედებით სივრცეში, რაც სამწუხაროდ დრო გადის და თანამედროვეობაში ცდილობენ, რომ წარსულ ჩააბარონ ჭეშმარიტი მწერლობა, ჭეშმარიტი ხელოვნება.
და ჩანაცვლდეს იმ არარავით, რასაც გვთავაზობენ. ხო, ერთადერთი მართლაც ტაბუირებული გახლავთ ბატონი აკაკი ჯორჯაძე 87 წელი შეუსრულდებოდა და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაამახვილებთ და ვაქცევთ სწორედ დაბადების თარიღს, ვინაიდან მან თავისი ცხოვრების ბოლო 28 წელი, უბრალოდ 28 წელი მიუძღვნა სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხებს და აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავისთავად ცხადია დაბადებას, იმიტომ რომ დაბადებიდან იწყება ამ მატერიალურ სამყაროში სიცოცხლის უმაღლესი ფორმის გამოვლინება, როგორც ადამიანი წარმოადგენს ღვთის ხატსა და დარს, ესე იგი დაბადებიდან ვიწყებთ და ამიტომ ჩვენთვის ეს დაბადების თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. საზეიმოა, როგორც იტყვიან, მაგრამ როგორც ჯერჯერობით ტაბუირებული პიროვნება მთელი თავისი განსაკუთრებული შემოქმედებით და განსაკუთრებული ღვაწლით, ხო, იმას ვისურვებდით, რომ შემდგომში მაინც გახსნილი იყოს საქართველოში, მოხსნილი იყოს ეს ტაბუ და სხვანაირად აგვენიშნა, სხვანაირად ესაუბრა ქართულ ინტელიგენციას, ზოგადად ყველა ღირსეულ თანამედროვე დროის შესაბამისად მოაზროვნე ადამიანებს სხვანაირად შეგვეფასებინა 20 მაისიც და ბატონი აკაკის მოღვაწეობაც. როგორც მრავალჯერ აგვინიშნია, ჯემალი ახლაც ხაზი გაუსვი, ისეთი განაცხადით შემოვიდა 95 წლის 9 იანვრიდან და 3 დღე არ ჩამოსულა მაშინდელ საინფორმაციო, წამყვან საინფორმაციო საშუალებებიდან, მანამ არსებული ინფორმაციის მესეურები კარგად გაანალიზებდნენ და საჭირო დასკვნებს გააკეთებდნენ, საინფორმაციო საშუალებებიდან დაბლა არ ჩამოდიოდა, რა განცხადებითაც გამოვიდა. შემდეგ მოხდა ამის დაკეტვა, დაბლოკვა და ეს ტაბუ კვლავ ინერციით თუ ძირითადი მიზეზებით კვლავ გრძელდება. ხო. ამავე დროს მინდა ერთგვარი შენიშვნასავით შევიტანო, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ის უდიდესი მემკვიდრეობა, რა ფუნდამენტზეც მოუწია ბატონ აკაკის მუშაობა და გადმოცემა. ამიტომ ერთგვარი ურთიერთშესწორებით ალბათ ერთმანეთს არ უწყენთ და პირიქით ზოგიერთი თანამებრძოლი ამ საქმეში თავის დროზე ჩართული პიროვნება, რომელიც დღესაც აგრძელებს, რაც შეუძლია და როგორც შეუძლია, ხშირად ამობენ ასე, რომ აი საქართველოში მეორედ მოსვლა. ხო, საქართველოში კი არ არის მეორედ მოსვლა, მეორედ მოსვლა არის სამყაროსეული მასშტაბის მოვლენა, პროცესი. მისი უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობიერების მიღმა მიმდინარეობს, ეს არის სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესი, რაც ფიზიკურ სამყაროში ნიშნების სახით ვლინდება, სამყაროსეული მასშტაბის მოვლენა, მაგრამ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობ თავისთავად ცხადია, და ეს პროცესი უკვე გადასულია ზოგად კაცობრიულში, საწყისები საქართველოდან აქ რა თქმა უნდა, ცნობიერ დონეზე საქართველოდან გაცხადდა. რას ნიშნავს ეს მოვლენა? რა ადგილი უკავია თითოეულ ერს, ქართველს და არა მარტო ქართველს? რა პერსპექტივები არსებობს აი ამ დროს და რა შესაძლებლობები არის ამ მდგომარეობიდან მაღალ საფეხურზე რომ გადავიდეთ და სიცოცხლე გახანგრძლივდეს. ასე იგი, მეორედ მოსვლა საქართველოში კი არ ხდება, მეორედ მოსვლა მთელ სამყაროში მიმდინარე დახურული პროცესია, რომლის მიმდინარეობას ნიშნებით უნდა შეგვეცნო, ასე იყო და ამ როგორ უნდა შევიცნოთ და ასე შემდეგ, აი სწორედ მთელი 28 წელი მიუძღვნა აი ამ საკითხებს. ის სხვა საკითხია, რომ ამის განცხადება მოხდა საქართველოში,
ქართველი მწერლის პირით გაცხადდა და ამისთვის ჩვენ წინასწარ ვიყავით მომზადებული იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი, რომ ყოველივე საიდუმლო ამენაშია და ამენით განიკითხავს უფალი კაცობრიობას. ესეთი ცნობები გქონდა, ინახებოდა წმინდა მოღვაწე ბერის მიერ სინაცვლთან. ესე იგი ქართულმა სულიერებამ ეს იცოდა და ამ ცნობას ატარებდა და ჩვენამდეც მოაღწია. ესე იგი ამისათვის გარკვეულწილად უნდა ყოფილიყავით შემოსადებული, ეს პროცესი მიმდინარეობს, დაწყებულია ქართულად, ქართულ ენაზეა გაცხადებული. ახლა უფალი ღმერთი სიტყვა, ახლა ეს უნდა გავიგოთ რა და სწორედ ამ არსის გადმოცემასაც ეძღვნებოდა მთელი 28 წელი, რასაც ბატონი აკაკი აკეთებდა. და ესეც აი სიტყვა გაცხადებულია. ამ სიტყვის მოსასმენად მოსულები იყვნენ. არსებობს ჯერ ერთი სხვა საშუალებებიც უკვე ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ პიროვნულადაც ყავდა დიდ სახელმწიფოებს, დიდ წრეებს, მსოფლიო მართვის წრეებს წარმოგზავნილი და არა მარტო მხოლოდ მათ, ხო? გაზეთებია დაბეჭდილი, გასულია, მოკლედ რო ვთქვათ, გამგებს ის ყველაზე მეტად ჩასაფრებული იყო ასეთ საკითხებში და იცის ამ საკითხების მნიშვნელობა გატანილია. მაგრამ ამ პროცესს თავისი შინაგანი კანონზომიერება გააჩნია, თავისთავად ცხადია. მთელი მსოფლიო უკვე ჩართული პროცესში და ჩვენ აი პროცესს ვადევნებთ თვალყურს, როგორ იშლება ძველი მსოფლიო წესრიგი, მსოფლიო ერთმართველობის გეგმები, ანუ რელიგიურად რო ვთქვათ, ანტიქრისტეს დასმის, ტახტზე დასმის და კურთხევის გეგმები ჩაშლილია, ეს ადრევე განაცხადა ბატონმა აკაკიმ, მოვლენიდან გამომდინარეა ჩაშლილი, სიტყვა ღმერთი და მოსული სიტყვის ძალით, ამ სიტყვაში ძალაა ჩადებული, პროცესები ისე აღარ განვითარდა, როგორც იგეგმებოდა. ეს ძალიან დიდი მსჯელობის საკითხია. და რა გვაქვს ახალი საქართველოში? გვაქვს ახალი ის, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდა, რა თქმა უნდა, წესითა და რიგით, როგორც იყო გასაზღვრული რა ფორმითაც არის ჩამოყალიბებული, მოხდა ახალი პატრიარქის არჩევა. გავაცილეთ ილია მეორე ზეციურ საქართველოში და უკვე ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე. მდგომარეობა და დრო რომ მართლაც ის არის, რაზეც არის ლაპარაკი, ეს ნიშნებით შეიცნობა. ამიტომ ესაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მარტო ქართველი ერისთვის. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, იმიტომ რომ პატარა ლაბორატორიაა და რაც აქ ხდება, შემდეგ ის განეფინება მსოფლიოს. რთულ დროში უწევს, ძალიან მძიმე დროში უწევს ახალგაზრდა პატრიარქს. ერთი პიროვნულად თუ კადნიერებაში არ ჩამოგვერთმევა, რა თქმა უნდა უსურვებთ, რომ ეს უარესად საპატიო და ღირსეული ტვირთი ცხადია ღირსეულად ეტარებინოს და სვებედნიერი ყოფილიყოს მისი პატრიარქობა, სულიერი წინამძღვრობა ერისა. მაგრამ ვითარება ძალიან რთულია. ვიცით რა ნათქვამებიც არის, რომ შესაძლოა ბოლო პატრიარქი ყოფილიყო ილია მეორე. ასეთი ხმებიც არსებობს, ასეთი ნათქვამებიც არის. ეს ისე არ არის ნათქვამი, ჰაეზე ნათქვამი არ არის, მოკლედ რო ვთქვა, სულიერი გზით მიღებული ინფორმაცია იყო გადმოცემული, მაგრამ არსებობს ერთი რაღაც, რაც ხედველობიდან არ უნდა იქნეს გამორჩენილი. ეს უნდა შევნიშნოთ. და რას გულისხმობ, რომ მოსულა სიტყვამ და იმ გაწეულმა ღვაწლმა, რაც საჯაროდ არ წარმოჩენილა, რაღაცები შეცვალა. ეს ჩვენ წმენის საკითხი, ახლა
ნიშნების სახით შეიცნობა რა, რაც დახურულში სულიერ სამყაროში ხდება რა და რაღაცა გაგვიხანგრძლива ყოფიერება და ისე აღარ ხდება, რაც უნდა მომხდარიყო. რაც შესაძლებელი იყო, რომ ისე უნდა მომხდარიყო. მსოფლიო მმართველობა ყველაფერი თავის დროზე წერტილი-წერტილში რო ჩასვეს, ყველა მსოფლიო ომი იმ რეჟიმით რო აწარმოეს, იმ პიროვნებებით, იმ გვარებით, იმ სახელებით, იმ გაწერილი გეგმებით. ბოლო პერიოდში ჩაეშალათ ეს გეგმები. მაშინ ჩაეშალათ, როცა ყველაზე ახლო იყვნენ მსოფლიო ხელისუფლების, ძალაუფლების ხელშეაღებისთვის და ყველაზე მეტად რისთვისაც ემზადებოდნენ, რომ მიკ სოლომონის ტაძრის ამდენა და ასე შემდეგ რა, მოშიახის დასმა. ეს გეგმები ჩაშლილია და საქართველოშიც რაღაც შეიცვალა. აი თვალით არ ჩანს, მაგრამ რაღაც შეიცვალა, რაღაცა გვიხანგრძლივს რა. აი მშვიდობა გვაქვს, ჩვენს გარეშე ეს უბედურებები ტრიალებს, ეს არ არის კარგი, თავის თავად ცხადია და ასე შემდეგ. ბოლო პატრიარქი ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იყოს საქართველოში საპატრიარქო, დაიშალოს ჩვენი ეკლესია? კი, მასონობას ეს უნდა. დასავლეთს ეს უნდა. ჩვენ ან კათოლიკეები უნდა გავხდეთ, ან პროტესტანტები, პირდაპირ ეკუმენისტები, პირდაპირ მასონური მას უნდა ვეზიაროთ მაშინ და ჩავებათ იმაში და თუ ეს ვერ შეერება, იმათ გეგმებში უნდა ჩავდეთ. ეს შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ თუ რუსეთი გვინდა მოვიცილოთ, მაშინ მართლმადიდებლობაზე უნდა ვთქვა თუ არისო. ეს ისე ხაერზე ნათქვამი არ იყო. სულ მინიმუმ ევროკავშირში თუ გინდა რომ შეხვიდე და იქ ინტეგრირდე, სულ მინიმუმ კათოლიციზმი უნდა აღიარო მაშინ, მისი უპირატესობა უნდა აღიარო, ანდაც პროტესტანტულ, რაც ქრისტიან სიონისტად უნდა იქცე, ანდაც ის LGBT და რაც არის, ხო, აი საერთოდ რწმენაზე უნდა თქვა უარი, იქ ესეთი წესიდარები აქვს მიღებული. ხო. და თუ ეს დროში აღმოჩნდა, რომ ეს მოუხერხებელია, საქართველოში ვერ ტარდება LGBT პარადები, არ წავიდა ისე. საქმეების მოუხერხებელია, მაშინ ყველაზე უპრიანია ეკლესიის დაშლა. ამაზე შორის ახლა მოდეში უნდა შეგაწყვეტინოთ დღეს 17 მაისს და სადღაც რომ გეი აღლუმები ტარდება და ეს ბინძური ორგიები ქუჩაში, ამ დროს საქართველოში უკვე მე რამდენი წერია ოჯახის სიწმინდის დღე არის გამოცხადებული და ოჯახის სიწმინდის ზეიმის დღეა დღევანდელი დღე და ამაში უდიდესი დამსახურება სწორედაც ჩვენ ეკლესიას მიუძღვის. რა თქმა უნდა. როგორც ჩანს ახლა ამ რწმენის ერთიანად ამოშანთვა შეუძლებელია, ამას მიხვდნენ, მაგრამ სამაგიეროდ შემოაქვთ ახალი ტაქტიკა, რომ ეკლესია იქნებ შიგნიდან დაშალონ, დაყონ და მაგალითად არც ერიდებიან პირდაპირ მოყავთ საბერძნეთის მაგალითად. აქ იქ დაშლილია. აი ესევე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ახლა აქეთკენ უნდა წაიყვანონ და უნდა დატრიალონ სწორედ ის, რომ იცი რა, ეს ბოლო პატრიარქი იყო ილია მეორე და ეს ვერ იქნება პატრიარქი. შევ ახალგაზრდა პიროვნება და მთელი კამპანია ჯერ წინას არ იყო აგორებული და აგრძელებდნენ. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ, რომლებიც ეროვნული თანხმობის დარბაზის სახელდებით მოქმედებთ, ვცდილობთ გავაგრძელოთ ის მემკვიდრეობა, პირველ რიგში არ იქნას დავიწყებული და გავაგრძელოთ ის მოცემული გზა, რაც მიზნად გვაქვს დადებული გადარჩენისთვის, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ამ პროცესებისადმი. რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეკლესიის დაშლა ეს საქართველოს სულიერ დაშლას ნიშნავს. ეს არის 2-2-4. ძალიან მარტივად გასაგებია. ის სხვა საკითხია, რომ მთლიანი საქართველოა ტაძარი და სავაჭრო სახლათა გადაქცეული, მე ქვეყანაზე მაქვს საუბარი და ეს საკითხები მოსაგვარებელი გვაქვს, დასაწმენდია. და ეს თვითწმენდა, თვით განვითარება ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი. ეს ჩვენ შიდა სამოქმედო საკითხებია და აქ უნდა იყოს ერისა და ბერის ერთიანობის გზით მიღწეული ეს ამბები. როგორი ხდება ახალ პატრიარქს, რა მდგომარეობა ხდება, რა სულიერი მდგომარეობა, რა ფიზიკური მდგომარეობა. ის ფიზიკური მდგომარეობა, რომ
უცხო ქალაქების აშენებას დადებით მოვლენად გითვლის ხელისუფლება და ცდილობს ქრისტიანობას ამოეფაროს, მართლმადიდებლობას ამოეფაროს. აი დემოგრაფია ასეთი გვაქვს, აქაურობა სტოებს, ესეთი პირობებია შექმნილი და გარეთ გადის. კარი ეხსნება კოსმოპოლიტურად და შემოყავთ. ოლიგარქია დამკვიდრებული და ეს ფასევი და გაუცაძლისი მატერიალური მდგომარეობა, ან პური არსობისა დაკარგული. ესეთი უმძიმესი მდგომარეობის პირობებში იბარებს პატრიარქობას. ხო. გარედან ყველანაირად ცდილობს დასავლეთის მასონური ძალა, რომ ქართული ეკლესია გაყოს, განხეთქილების გზით წაიყვანოს და საბერძნეთივით ასე დაგვანაწილოს და სულიერად დაგვაპირისპიროს ეპარქიები ერთმანეთს. ასეთი ამბებია. ძალიან ვახსენე კახა, სწორედ უკრაინაში წინ უძღვეთ ამ მდგომარეობას ეს და რაც მოხდა მე რა ვხედავთ უკვე 4 წელიწადია. ამიტომ რა გზას უნდა დავადგეთ. ისევ და ისევ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ ქართველებმა და ბოროტების გზის დაგდებისთვის უნდა გავერთიანდეთ. ფორმაციული რანგის ცვლილებების გზით უნდა წავიდეთ და ერი და ბერი ამ საქმეში ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, აღმოჩნდეთ. პოლიტიკურ ნაწილს რო ძალიან გვიჭირს და უჭირს, ეს ფაქტიც სახეზეა. და სულიერების ცენტრის, ანუ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ მოკრეფილი კრებულის და მისი ხელმძღვანელობის დახმარებისკენ ხელს რო იწვდის რიგითი მრევლი, ეს ფაქტია. იმიტომ რომ პოლიტიკური ნაწილი ისია დაყოფილი, დაპირისპირებული, ურთიერთდაპირისპირებული, ურთიერთდათიშული, ცალკე პარტიული ეგოში გამომწყდეული, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრისადმი უნარობას ამჟღავნებს. ამიტომ არის, რომ მრევლის ყურადღება გადმოტანილია სასულიერო ხელისუფალისკენ და ხელისუფლებისკენ. თუმცა არის მეორე საკითხი, რომ არსებობს საკითხები, რომელსაც სასულიერო ხელისუფლებას ვერ დაადებთ ერთად. ჯერ ერთი რომ ქვეყანაა სეკულარული და ჩამოცილებულია პოლიტიკას, ეს ერთი. და კიდევ თუ სიღრმეებში წავალთ, არსებობს კიდევ სხვა რთული საკითხები, ახლა ამის მსჯელობის ეს არ არის ადგილი, არ არის. მოკლედ, მიუხედავად ყოველივე ამ დიდი სირთულეებისა, ეს სირთულეები მაინც ერთად უნდა გადავლახოთ და ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ სწორედ შიო მესამე იქნება ის პატრიარქი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც აი ამ ძლევის გზაზე საბოლოო ანგარიში დადგება ერი და ბერი ერთად. იმიტომ რომ ვერც ერთი ცალკე პარტია ამ საკითხების გადამწყვეტი ვერ იქნება. და კი გვინდა, მაგრამ არ ჩანს, არ არის ესე რა. ყველა ცალ-ცალკე იკრებს თავის კონკრეტს. რაღაც ზომამდე, რაღაც დონემდე შეიძლება ეს გავამართლოთ, კი ბატონო, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ და უშუალოდ ცოტა სხვადასხვა აი განმარტებებს ვიძლევით და ყველა თავის მსგავს მოიკრებს, მაგრამ მე რას ვიზავთ? თხები ცალ-ცალკე წავიყვანთ პატარ-პატარა ნოტოფარებს, როგორც ვაკეთებდი, თუ რაღაც იმ ერთ დაძახილზე ერთიანი ეროვნულ საკითხს გადავწყვეტ, ჩვენი არსობის საკითხს გადავწყვეტ, აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს საკითხები თუ არ გადავწყვეტეთ, ახლა საზღვარგარეთის ამბების სპეციალისტობა არაფერს არ მოწევს. თუმცა ახლა რაც გარეთ ხდება, ეს მეტად მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გათვალისწინებული, ვით უმეტეს აქ უკვე აღარა მნიშვნელობა, შენ პატარა ქვეყანა ხარ, დიდი ქვეყანა ხარ, იმდენად ურთიერთგადაბული და ურთიერთდაკავშირებულია თანამედროვეობაში მთელი მსოფლიო, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია პროცესი, მოვლენა, სრულიად საკაცობრიო დონეზეა გადასული და ის რაც აქ პატარა ლაბორატორიაში ხდებოდა და ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, აი ახლა ეს დიდი მასშტაბით მთელ მსოფლიოში ვითარდება და რა ვითარდება, რა ხდება. ნელ-ნელა მსოფლიოს ცენტრი გადმოდის აღმოსავლეთში. თუ აქამდე 500-სლოვანი ბოლო ისტორიის ბაძილ ევროპის ბატონობა, დაახლოებით თვლია 500-სლოვანი ერთპიროვნული ჰეგემონიზმი ზოგადად ევროპის, ახლა ევროპაც თლათ ერთიანი არ არის კაცო რა. ეს მთავრდება. და აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. ეს ნათქვამი იყო თავიდან.
მართლაც ასე იყო, ჯერ ტრამპი ჩავიდა და აგერ 20 რიცხვში პუტინი ჩავიდა ციცინპინი ჩინეთში. ხო, პოლუსებათაა დაყოფილი სამყარო, მრავალპოლუსიანისკენ იხრება. სოფლიო ერთმართველობის ის გეგმა, რაც დასავლეთში იყო შემუშავებული, იშლება. თვითონ თავიანთ ერთობა დაშლილი აქვს, ევროპა ცალკე გადის, ამერიკული იმპერიალიზმი 19-20 საუკუნის საწყისების იმპერიალიზმი წინ წამოწიეს, ამას კონსერვატიზმი დაარქვეს და ეს ტრამპის კონსერვატიზმს კი უყურებთ, რომ რაც დაიწყო, ყველა საქმე ნახევრად მიიყვანა და ვერც ერთი ბოლომდე ვერ მიიყვანა. საბოლოო ანგარიში მარცხი განიცდა და ამ იდეამაც, ხო, და ნუ უწევთ ის კარზე მისვლა, ჩინეთის კარზე მისვლა. დაგეგმილი სხვანაირად იყო, რა თქმა უნდა. დაგეგმილი ისე იყო, რომ გამარჯვებული ტრიუმფით გამარჯვებული ტრიუმფატორი უნდა შესულიყო და ფაქტიურად საკუთარ ქვეყანაში კაპიტულაციაზე პირობების განახებლად უნდა ჩასულიყო. და ხელი მოეწერნებინა, მაგრამ ვითარება სხვანაირად შებრუნდა, სრულიად სხვანაირად შებრუნდა, რომ მოვაყოლოთ ბევრი რამ ვერ შეძლო, რაც მიზნად დაისახა. მაგალითად, ვერ შეძლო გრენლანდიის მიერთება. ევროპას ვერ წაართვა გრენლანდია. ჯერჯერობით ესეა. ვერ მიიერთა კანადა. ისეთი რიხი დაიწყო თავიდან, რომ კანადა უნდა იყოს ჩვენი შტატიო, რომ რა წარმოდგენა უნდა ქონოდა ადამიანს, ალბათ იფიქრებდა უმრავლესობა, რომ ალბათ კანადელებში ასეთი განწყობა, რომ ამერიკის შტატად გახდება, მათთვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კანადელები მივიდნენ და მაღაზიაში იყიდეს კანადის საქონელი და ამერიკულ საქონელზე ბოიკოტი გამოაცხადეს. სხვათა შორის ეროვნული თვითშეგნების გაცლებით მაღალი მორალური სტანდარტები გვიჩვენეს კანადელებმა, ეს ახლად წარმოქმნილი ერთობაა თავისთავად ცხადია, ვიდრე სამწუხაროდ ჩვენ ვაჩვენებთ ხოლმე ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში, ვიდრე ჩვენ და რა ხდება ჩვენ. კი, ვერ მოხდა ეგ. ვერც ის ხდება, რომ სრულიად სამხრეთი ამერიკის ტერიტორიას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საბატონოდ იქცეს. ნუ კუბის საკითხს კიდე უტრიალებს. ვენესუელას საკითხი გასაგებია, ვენესუელას საკითხით უნდოდა და ირანის საკითხი დაგვირგვინებული იყო, რომ მსოფლიო ენერგეტიკულ ცენტრებზე აბსოლუტური კონტროლი დაეწესებინა და ყველაფრის მწარმოებელი ჩინეთისთვის მერე პირობები დაეყენებინა. ეს ვერ მოახერხა. ბლიცკრიგი ჩაეშალა ირანში. ეგ ნიშნავს, რომ ამერიკის მოკავშირეები უკვე ტორტმანობენ არაბული ქვეყნების, ნავთობწარმოებელი ქვეყნები უკვე ხედავენ, რომ ამერიკა ვერ გამოდის გარანტი, ვერც ფიზიკურ დაცვაში, ვერც სავაჭრო მიმოსვლის და ნავიგაციის საკითხებში. ირანმა თავის კანონების დამკვიდრება დაიწყო. სასაული მოახდინა რა. ხო, ესე იგი ჩაუვარდა ტრამპს ეს გამარჯვება. გლობალისტების გლობალისტური იდეაც ულტრაგლობალისტური იდეა რა იყო, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა იარსება და უნდა ყოფილიყო კორპორაციული მმართველობა. ერები არა, საზღვრები არა, ერთი მწვანე ფრის წესრიგი და კორპორაციული მსოფლიო მმართველობა, ექსკლუზიური კაპიტალიზმი. ესე იგი, არსებობა გამოკვეთილი სახელმწიფოს გარეშე, სადაც კორპორაციები უსაზღვროდ მართავენ მთელ მსოფლიოს და ამცირებენ მერე მილიარდზე დაყავთ შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს გეგმები ჩაიშალა. თუმცა ეს პოლიტიკური პარტია, ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ფინანსებზე დალაგებული სტრუქტურები ცოცხალია და იოლად არ ეგუებიან, რომ დათმონ თავიანთი პოზიციებიდან. ჯერჯერობით მათი კონცენტრაცია ევროპაშია, თანამედროვე ევროგაერთიანების ტერიტორიაზე კონცენტრირებული და ევროგაერთიანებას უკვე დამოუკიდებელი თამაშისკენ იხრება. ტრამპის ამერიკა ცალკე, ესენი ცალკე, გერმანიის როლი წინ მოდის. მოკლედ ძველი, ომის შემდეგ მიღებული მსოფლიო წესრიგის, მსოფლიო საზღვრების მიჯნები იცვლება, ირღვევა და ეს ახალიც არ არის გამოკვეთილი. ცენტრი გადმოდის აღმოსავლეთისკენ, მაგრამ ხაზგასასმელი რა არის? არც
დედამიწის ამ აღმოსავლეთს არ გააჩნია ის, რაც უნდა იყოს მსოფლიოს მომავალი 2000 წლოვანი განვითარების ვალენტელ დღის ფორმულა არ გააჩნია. კი. ის თითქოს უფრო უკეთესია გარკვეულ საკითხებში, გარკვეული საკითხებისადმი მიდგომაში უკეთესია. მაგალითად, ჩინეთი არ არის აქტიური ჩამრევი შიდა საკითხებში. ის არ იბრძვის დემოკრატიის დასამკვიდრებლად სხვა ქვეყნებში. რა არის დემოკრატიის გავრცელება და სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დამკვიდრება? სინამდვილეში ეს გახლდათ შენიღბული ნეოკოლონიალიზმი სხვა ქვეყნების დამორჩილებისა. სამაგიეროდ ჩინეთს დაპყრობა ათვისების საკმაოდ მზაკრული დემოგრაფიული და ეკონომიკური მეთოდები აქვს და ბერკეტები აქვს და ეს თითქოს ხდება ისეთ შეუმჩნევლად. მკივნეულობა არ ჩანს ამაში თითქოს, მაგრამ არანაკლებ მზაკრულია. შედეგები ბოლოს იგივე იქნება. შინა არსი მტაცებლურია იგივე. იგივე მტაცებლურია, იმიტომ რომ მართალია კომუნისტური პარტია მართავს ახლა კომუნისტური პარტიაზე და კომუნიზმზე და ამ იდეაზე დღეს სხვანაირად არის ჩამოყალიბებული საზოგადოება, ახალგაზრდობა განსაკუთრებით და იმ ეპოქაში მაცხოვრებლებსაც უკვე იმდენად შეცვალა იდეოლოგიამ დამოკიდებულება, რომ ბოდის იხდიან, თითქოს იქან არ გვიცხოვრია და ჩვენი მშობლები არ ყოფილან კომუნისტები და ასე შემდეგ. ბუათაა გადაქცეული, გაათანაბრეს გაბატონებულმა მსოფლიოში გაბატონებულმა იდეოლოგიამ, რაც ინგრევა და იშლება, ფაშიზმთან გაათანაბრა კომუნიზმი. ის სხვა საკითხია, რომ ეს იდეოლოგია ჭირდებოდა ღარიბებისა და ინტელიგენციის საშუალებით მსოფლიოს გლობალიზაციისთვის. ესე იგი, მსოფლიო ერთმართველობამდე მისასვლელი გზად იყენებდნენ ღარიბი, მშრომელი ხალხისა და ინტელიგენციის გაერთიანებას კომუნისტურ იდეოლოგითა და კომუნისტური მოძრაობებით. ეს ჭირდებოდა. ინტერნაციონალიზმის ლოზუნგი და დროშით მსოფლიო ერთმანეთობა. ახლა ცდილობენ, რომ ეს უკვე კარგახანია, რაც ამაზე მის მუშაობა, რომ ფაშიზმთან გაეიგივებინათ. ამიტომ ახლა ჩვენც ისე გამოყვას, რომ არა კომუნისტური თითქოს არაფერი. ნუ იდეა რა არის? იდეა არის ის, რომ ახლა შორს წაგვიყვანს. მოკლედ იდეა დადებით, რომ ადამიანი არ დაჩაგროს, არ გაუწიოს ექსპლუატაცია და ნუ რა არის საჭირო, რა ეკონომიკური და სახელმწიფო მართვის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს. ამათ დიდად თუ არ გაყვა, მაგრამ ფუნდამენტი უკვე თანამედროვე ჩინეთის არის ჩვეულებრივი კაპიტალიზმი. მართალია კომუნისტური პარტიით ის პოლიტიკურად გარედან შეუვალია, მაგრამ ნელ-ნელა შიგნით ჭამს კორუფცია. იმიტომ კაპიტალიზმი რა არის, ეს ფულის კეთების კორუფციის ბუდე, წყარო, ფუნდამენტი. შორს რომ არ წავიდეთ, არ გავაგრძელოთ. აი ამ ასეთი ფუნდამენტის პირობებშიც კეთილი მიზნების მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შინაგანი დეგრადაცია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ორი მაღალჩინოსანი თავდაცვის გვარწდები, ყოფილი მინისტრი, ერთ-ერთი მოადგილე გვარწდები, სიკვდილის კორუფციის გამო დღევანდელი ჩინეთის სახელმწიფო თითქოს ეს მიანიშნებს, რომ იქ კორუფციას დაუნდობლად უპირისპირდებიან, მაგრამ ეს კიდევ ჯერობის სხვა საკითხია. ესე იგი, მომავალი მსოფლიოს კეთილდღეობის და ევოლუციის გაგრძელების მოდელი არ არის აღმოსავლეთში. იქ არის გარკვეული უპირატესი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს ის არ არის. მაგრამ გვინდა არ გვინდა აღმოსავლეთი შემოდის თავისი ძლიერებით და ასე შემდეგ. აქ მეტად მნიშვნელოვანი არის თავად რუსეთის როლი. რას იზამს, როგორ იმოქმედებს და როგორც თვალს ვადევნებთ, რუსეთში მოაზროვნე ნაწილი არაფერს ვიტყვით ახლა უშუალოდ ამ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებით, ის რომ ის გეგმები თლაც ვერ უსრულდება და ომი უარესად რთულდება. ეს გასაგებია, მაგრამ აქ მინდა გამოვყო ის საკითხი, რომ პირდაპირ სვავენ საკითხს. რა არის ჩვენი როლი, სად არის ჩვენი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში? ერთი მხარე იბრძვის მოშიაკის დასასმელად ქრისტიან სიონისტები, თავად სიონისტები, ამერიკის არსებული ადმინისტრაციით, თითქოს ევროპა ამ საკითხში ემიჯნება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთნი არიან, იმიტომ რომ ერთი ძალა მართავს მაინც
გაყოფისთან მიუხედავად, მიზანი ერთია და მას შეუპირისპირდა, ფიზიკურად შეუპირისპირდა შიიტური ისლამის ღერძის წარმომადგენელი ქვეყანა ირანი, უშველებელი ისტორიის ქვეყანა ირანი. მათთვის სახელდებით აქ მუსლიმანურ სულიერების ცენტრებში თავიანთი ჩამოყალიბება, რომ მეორედ მოსვლის ჟამს რა უნდა იყოს. რომ სიონისტები და მე-12 იმამის ხელმძღვანელობით, სულიერი ხელმძღვანელობით, ანუ ისლამური ერთიანობის ძალა ერთმანეთს შეებმება, იქ თავად წარმოადგენთ ქრისტებს მეორედ მოვატან რაღაც იქნება. მოკლედ ამ თემას დაწვრილებით ვერ შევეხებით დიდ დროს აიღებს. მოხდება დიდი ომი და იქ გაიმარჯვებს რა თქმა უნდა მაჰდი. დაამარცხებს მოშიახისტებს, მართლმადიდებლები და ქრისტიანების გაგებით ეს ანტიქრისტია და ჩვენ ამ ორთა ბრძოლას უყურებთ. ასე იცნობიერებს რუსეთის გარკვეული მოაზროვნე ნაწილი, რომელებიც სულიერ საკითხებში ჩაკეტული არიან. ჩვენ ამ ბრძოლაში დავდექითო მაჰდის მხარეზე. ზოგ ორი მხარეა და ჩვენ ამ მხარეზე აღმოჩნდით. და ჩვენი როლი რა არის? ან ის მხარეს ვიდგეთ და ან ის მხარეს. ანუ ჩვენ პერიფერია ვართო ამ შემთხვევაში. გასაგებია რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას არ არის ღია, მაგრამ ძალიან არსებითი რო არის ამ საკითხებში, მე მგონი ისედაც კარგად ხვდებით. შედეგემაცა ჩვენ. აქ პოლიტიკურ ნაწილზე რო გადმოვიდეთ, ძალიან გაგიგრძელდება მსჯელობა. ეს გასაგებია. რუსეთმა, ანუ პუტინის იმით განაცხადა, რომ მის საფუძველს უყრის უпроსორეთ ჩვენ და ჩინეთი ვაფორმებთ იმ ბუნებრივ მოვლენას, რასაც ქვია მრავალპოლუსიანობა. ეს ბუნებრივად ხდება, ისე როგორც როცა თენდება და მზია მოდის. ის გადარჩენია, რომ დღის რეჟიმზე გადახვიდე, ხო? ამის რეჟიმიდან დღის რეჟიმზე გადახვიდე და მრავალპოლუსიანობა დროს მოაქვს. ჩვენ და ჩინეთი უბრალოდ ამას ვაფორმებთ. ერთპოლუსიანი იყო, დასავლეთის ჰეგემონია იყო, ეს მიდის, მოდის სხვა დრო და ასე შემდეგ. მრავალპოლუსიანობა. თითქოს პოლიტიკურად ეს განისაზღვრა. პუც გზა, ხო, გზის მკვლევია ამ შემთხვევაში. აი, სულიერ განმარტებებს თუ მივცემთ ქართულიეთ და ქართულად ვიმშელებთ რა, რაც გადმოგვეცა, რა მოცემულობაც გაგვაჩნია. მაშინ ეს გზის მკვლევია და თითქოს ეს გზის გასაკვალი სიტყვაც ითქვა. ხო, აი, მრავალპოლუსიან სამყარო არის და ჩვენ ამას ვქმნით ორნი. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დასახული მიზნები სამხედრო კამპანია რაც წამოიწყო, დასახულ მიზნებს ვერ აღწევს. დასავლეთი გაიყო შუაზე და ცალ-ცალკე ვერცერთი ვერ აღწევს თავის მიზნებს და პირიქით დაბლა ჩამოვიდა. აღმოსავლეთმა წინ წამოიწია, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში ხო მრავალპოლუსიანობას კი იძახის, მაგრამ თავის დასახულ მიზნებს ვერ აღწევს. და ისეთი ტიპის დაპირისპირება წავიდა, რომ თავის თავი უკვე ამ დაპირისპირებაში ვეღარ დაუნახია. მას სადაა მისი მისია, რაშია? მაჰდის მხარეზე უნდა იყოს თუ ანტიქრისტეს მხარეზე? აქედან მიღებული ცნობით და გავრცელებული სიტყვით მოცემული იყო იმ წარმოდგენებით, იმ რელიგიური წარმოდგენებით, ანუ იმ გეგმებით, რითაც პოლიტიკოსებს ამოქმედებდნენ. კაცობრიობად მივიდა და დაღუპისკენ და მაგზაზე არ უნდა წავსულიყო. ეგ არ უნდა მომხდარიყო. გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა დასავლეთი. ვერ უნდა განეხორციელებინა ის მიზნები, რა მიზნების განხორციელებაც უეჭველს ცივილიზაციის კერა, სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევდა. ეს დასაბუთებულად მიდიოდა ამაზე მთელი წლები მშენებლობა. და არ უნდა დამყარიყვნენ, ხო, ქრისტიან სიონისტების გვერდზე და აზრივშენებლობა და ასე შემდეგ ნატურალურად სოფლიო მმართველის დასმისთვის ხელი უნდა შეეწყოს, გაიგეს, კი ბატონო. და პოლიტიკურადაც იმდაგვარად გაერთიანდა, რომ ერთ პერიოდში ბატონო აკაკი გითხრა ერთი ამბავიც, რომ
ის ანტიქრისტესთან, იმიტომ რომ ანტიქრისტე რა არის? ანტიქრისტე ცნობიერება, ანტიქრისტე სიტყვა, რაც ბატონობს. დაპირისპირებაში მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლობა მართლმადიდებლებს დაუდგებოდა გვერდში. აქ ირანზე იყო ლაპარაკი. გავიდა მას მერე წარმოვიქმნა ეს დაპირისპირება, ომში გადაიზარდა ხო უკრაინაში. იქით არის კოლექტიური დასავლეთი, აქეთ არის მართლმადიდებლური რუსეთი. ეხლა ვიღაცას უყვარს, არ უყვარს, ზუსტი ამ სიყვარულებს ეხლა არ აქვს ლაპარაკი. და აი ომში მართლაც შედარებით ღია თავის ტექნოლოგიები ირანმა გადასცა. ეს ქვეყნები ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები აღმოჩნდნენ. მაგრამ საით როგორ? და სწორედ ახალი სიტყვით არის გაცხადებული რუსეთის როლიც. ბოროტების დასაქმები, არსებული ფორმაცია, შესაძლებელი. ამ საკითხების გადაწყვეტისთვისაც მომზადებულია რუსეთი. მერწყულის ერა დადგა. მერწყული, მე როგორც ვიცი, ჩვენ როგორც ვიცით, რუსეთის ნიშანიც გახლავთ. ახალი ერაა დამდგარი. მათი გააქტიურების დროც დადგა. სოფლიო არენაზეც ამოინაცვლა რა, ქართველი ერთგერთიად გამარჯვებას, რამაც რუსეთი სოფლიო არენაზე ამოწია არნახურ სიმაღლეზე. და ახლა რა უნდა გააკეთოს? ფიზიკური ძალით და იმ რაკეტებით, მარტო იმის იმედად, ატომური რაკეტების იმედად, არა. ახალი ფორმაციისკენ უნდა შემოbrunდეს. ახალი აზროვნებისკენ უნდა შემოbrunდეს. იმ აზროვნებისკენ, იმ ცნობიერებისკენ, იმ სიტყვისკენ, რაც საქართველოშია გაცხადებული და რაც ძალიან კარგად იცის გარკვეულმა წრეებმა. ამისკენ უნდა შემოbrunდეს. და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. ეს არსებითია და უნიშნელოვანესი საკითხია. მაშინ თუ ახლისკენ უნდა შემოbrunდეს, საქართველოს ადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოში გაბატონებულ ოლიგარქიას დაუჭიროს ხარი. და პირიქით, აი ეს ოლიგარქიული ფორმაცია შესაძლებელი ახალია დასამკვიდრებელი, რაც გადაარჩეს ქართველსაც, სომეხსაც, რუსსაც, ფრანგსაც, ინგლისელსაც და საბოლოო ჯამში ყველას. ვიღაცას გონია, რომ ბევრია. დღეს ტექნოლოგიები აქვს და რა პრობლემაა, მომავალი მისია. მაგრამ სულიერი გზით მიღებული ცნობიდან გამომდინარე, თუ კი დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები დგება, თუ კი სულ უფრო კვიდრად თავლებს ხელს მასობრივი მოსპობის იარაღს, კრიზისში ჩავარდნილი მონსტრი ქვეყნები, არც მილიარდ ნახევარი მოსახლეობა უშორის და არც თანამედროვე ტექნოლოგიები არ აქვს. ამიტომ რუსეთმა აქეთკენ ამ აზროვნებით უნდა დაიდიახ, კარგად აცნობიერებენ, რომ ახლა ამ შემთხვევაში პერიფერიად გადაიქცა რუსეთი. არა და მას შეუძლია ლოკომოტივის როლი, ფიზიკურად გამწევის როლი შეასრულოს ოლიგარქიული ფორმაციის შეცვლის გზაზე, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს თვითონ რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის და ასევე ევროპის ხალხებისთვის. ნუ გონია, რომ ევროკავშირში არ არის ოლიგარქიზმი და არ არის კაპიტალიზმი, იქ დემოკრატია. ეგ დემოკრატია ბურჩულას ზღაპარი მანამდე მუშაობდა, სანამ ევროპას ჰქონდა იაფინედლეული საკვებად რუსეთისგან, მანამ პოსტსაბჭოთა სივრცე ამარაგებდა იაფინედლეულითა და იაფი მუშახელით და მანამ ევროპის უსაფრთხოებას შეერაგებით ამერიკა კურირებდა. და როცა ახლა თვითონ მოუწევს თავდაცვაზე ფიქრი და ხარჯის გაღება და აღარ ექნება ეს იაფინედლეული, იქ დემოკრატიის ლოზუნგები ძალიან სწრაფად შემოეძარცვება. კოლონიების ხელიდან ეცლება? ხო, კოლონიების ხელიდან ეცლება და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება ევროპა, თუმცა თუ ახალი არ მიეწოდება, რა გზას დაადგება? ადგას უკვე ომის გზას.
ძველს მიუბრუნდება, რას მიუბრუნდა ტრამპიზმი ამერიკა, რას კონსერვატიზმი, ბატონ მაკაკი ხაზი გაუხსნა სწორედ ამ ტერმინის შემოტანას. რა არის კონსერვატიზმი? ძველს მიუბრუნდეთ, დავაკონსერვოთ, გაბოდი ის გუში როგორც იყო, იქ დაუბრუნდეთ და ის დავირო, ვერ მოხდება ეგ. გუშინდელ დღეს ვერ დაუბრუნდებით. ჩვენ რაც არ უნდა მოგწონდეს თამარის და დავითის პერიოდის საქართველოს, იქ ის ვერ იქნება. ახალი დრო, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, ახალ პერსპექტივებს გვაძლევს და ამ სიახლეს უნდა გავყვეთ. ის ჩვენი ფუნდამენტია. იმან გაიარეს ფუნდამენტი, ის საძირკველია. ჩვენ ზედნაშენი უნდა შევქმნათ იმ საძირკველზე. და რას იზამს ევროპა? ძველს მიუბრუნდება. მსოფლიო ომის გაჩაღების გზას უბრუნდება. გერმანია რო იარაღს აიხსნავს და ხო დაფარული არა პირდაპირ დალონზუგებულია. აი რუსეთი დაგვესხმება თავს და რუსეთი უნდა გავაჩეროთ და ასე და ისე. რა მოხდება? ახალი თუ არ მიეწოდა რა ადამიანი რა არის? ძველი გზით ცდილობს თავი გაიტანოს. პრობლემა ზოგ ბაგაშია. მოკვლის გზით ცდილობს თავი გაიტანოს. სხვის მოწინააღმდეგის მოკვლის გზით. ასე რომ აი ამ პრობლემატიკის წინაშე აღმოჩნდით. ერთის მხრივ აღმოსავლეთშია გადმონაცვლებული მსოფლიო განვითარების ვექტორი, ეს უნდა არ უნდა დასავლეთს აქეთკენ მიდის, მაგრამ არა ჩინეთს ის მოდელი, რომელიც მომავალი 1000 ლეულები გაყვება. აი მომავალი 1000 ლეულები, რასაც გაყვება, იმის საწყისების მოცემულობა აქაა გაცხადებული. ჯობია რუსეთი ამას შემოუტრიალდეს. თორე ოლიგარქიული, კაპიტალისტური ოლიგარქიული სისტემა ისევე სპობს რუსს, როგორც სპობს ქართველს და ყველა ერს მოსპობს საბოლოოდ. თუმცა ერები ახალი ცნობიერებიდან, ახალი სიკვდიდან გამომდინარე, ერები უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შემსრულებელი სტრუქტურებია საკაცობრიო სხეულში. ერების მოსპობა გამოიწვევს საკაცობრიო სხეულის სიკვდილს და გარდაცვალებას. ეს ცნობებია. კი ბატონო. მივესალმები ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. ძალიან მოკლედ აღნიშნულ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას. დიახ, სულ რამოდენიმე დღეში 20 მაისს ქართველ საზოგადო მოღვაწეს ბატონ აკაკი ჯორჯაძეს თქვენ როგორც აღნიშნეთ მეგობრებო 87 წელი შეუსრულდებოდა. მე რა შემიძლია ვთქვა ამ კაცის შესახებ? თუ საქართველოს ზოგადად ქართველობამ ჩვენ რაზეც გვაქვს საუბარი ჩვენ ჩანაწერებში და საერთოდ მოწვეული სიტყვიდან შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად საერთო ეროვნული საკითხის გადაწყვეტა და სასარგებლოდ მაშინ ამ კაცის მოღვაწეობა და ის ღვაწლი რაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა აღარ ვლაპარაკობ ბოლო მის 28 წლის საქმიანობას სხვა სიმაღლიდან იქნება დაფასებული არა მარტო ქართველი ერისგან და კაცობრიობისგანაც. რაც შეეხება ორ-ორი სიტყვით დღევანდელ საკითხებს, ჩემო მეგობრებო, საიდან მოდის ჩვენი გასაჭირი, რო ვთქვათ, ჩვენ აზრობრივი ჩიხში ვართ, აზროვნებიდან მოდის ჩვენი გასაჭირი. თუ ამ აზროვნებაში ვრჩებით, ჩვენ არაფერს არ გვეშვა, რადგან დროში ჩვენ ყველას სასიკვდილო განაჩენებას გამოტანილი. და შევცვლით კი დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხებისადმი და რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვინც ამ დროში ვართ, ცხოვრობთ და ვაზროვნებთ. დედამიწაზე ცხოვრობ ყოველი ადამიანი აღარ ვლაპარაკობ ერზე სახელმწიფოებზე, ამ პროცესს ვერ გამოვეთიშებით, რაც ხდება დღეს დედამიწაზე. მით უფრო ვერ გამოვეთიშებით საქართველოს და ქართველი, რადგან ამ მოვლენის ეპიცენტრში ვიყოფებით და ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებული ფუნქცია, მოვალეობა გვაკისრია. და ისმება კითხვა, შევცვლით კი დამოკიდებულებას და აზროვნებას შესწორებას და დამოკიდებულებას მოვლენისადმი და გაცხადებული სიტყვისადმი, თუ ამას შევძლებ და ჩვენ ამას რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჩემო კახა, რუს ერსა და არა მარტო რუს სხვებსაც გავაგებინეთ, მაშინ კაცობრიობასაც ეშველება. და ჩვენი ღირსეული კუთვნილ ადგილს დავიკავებთ ქართველ ერზე მაქვს ლაპარაკი მომავალ მსოფლიო თანამდებობაში. რაც შეეხება დაუბრუნდე კვლავ თემას, ვიყოფებით ჩვენ ჟამის პირობებში, ანუ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ იმ დროში, რომ ყოველ ადამიანს დედამიწაზე ეძლევა შანსი, რომ ყოველი სწავლე იქცეს პავლეთ. რაც
ადამიანური მოდგმის გადარჩენასაც გულისხმობს მთლიანობაში. ანუ ამ ჟამის პირობებში ყოველ ადამიანს, დედამიწას უნდა გაუჭიდეს და ამ გაჭირვამ ისეთი სახე უნდა მიიღოს, რომ საერთოდ უნდა გაიხიდოს, გამოსავალი ვერ იპოვოს. რა ცდილობაც არ უნდა იყოს და გადავხედოთ ჩვენ ხელისუფლების მოყოლებული გაცხადებული სიტყვის შემდეგ, რაც 94-15 წლებში დაიწყო ეს პროცესი საქართველოში. და შეიძინა მსოფლიო კაცობრიობის მნიშვნელობა. ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელობა რა აქ იმ წლებში, თუ აღარ ლაპარაკობ ხელისუფლების ცდილობა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, შესული იყოს ასეკეთოთ, ვერ მოხდა, ვერც მოხდება. ანუ მასზე გამიძე მოველი დღევანდელ დღემდე. და ეს აგვაქვს დასანახი დღეს ან ჩვენ ქართველობას, რომ შევცვალოთ ამიტომ ყოველ ადამიანს იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ადამიანს დღეს მთლიანობაში გულისხმობ, ყველა იმედი უნდა გაუსრულდეს და გამოიხვდეს ერთი უხილავი, ასე ვთქვათ, ღმერთისკენ. და ღმერთიც, ასე ვთქვათ, ეს ბოდიში და წვერებიანი კაცი არის, გაცხადებულია სიტყვა, მოვლენა და ეს უნდა ვიწმოთ პირველში ქართველებმა და შევცვალოთ დამოუკიდება ამ კუთხით, რომ კაცობრიობა შეშველოს. ეს მინდოდა ძალიან მოკლედ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის. ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა მსოფლიო გლობალიზაციის და ერთმართველობის წარმოთქვა შემდეგი სიტყვები, რომ საბჭოთა კავშირი დავამარცხეთ, დაგვრჩა მართლმადიდებლობა. თუ ამ ყველაფერს მთელი სიგრძე-სიგანით გავიაზრებთ, მაშინ არ გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რამხელა ზეწოლის გაძლება უწევდა ჩვენს ათ განსვენებულ მოხუც პატრიარქს და რამხელა ზეწოლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კი არ აღმოჩენილია უკვე ჩვენი საპატრიარქო და ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე. ამ ყველაფერზე შეიძლება ერთი რაღაცის თქვა, რომ გამოსავალი შექმნილ სიტუაციიდან იმისთვის, რომ ქართველმა ერმა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, შეინარჩუნოს ის რწმენა, რასაც საუკუნეების განმავლობაში შესწირა უამრავი სიცოცხლე, დაღვარა უამრავი სისხლი, არის და გადის საქართველოს სულიერი მისიის ჯერ გაცნობიერებაზე და მერე მის განხორციელებაზე. სწორედ ამ მისიის შესახებ ჩვენს ინფორმირებას, ჩვენს მომზადებას, სიტუაციის შემზადებას და ნაბიჯების გადადგმისთვის ყველაფრის აი ამის სისტემაში მოყვანას შესწირა 28 წელი, სწორედაც ეს 28 წლიანი მოღვაწეობა, შრომა და ჯაფა ბატონმა აკაკი ჯორჯაძე. ჩვენ გავართ ახლა აი ამ მდგომარეობაში, როდესაც წვეთთ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. სწორედაც ჩვენს ნაბიჯებზე, ჩვენს სწორ გადაწყვეტილებაზე იქნება პირველ რიგში დამოკიდებული ის ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართველი ერი, მართლმადიდებელი ქართველი ერი იყოს, გადარჩეს თუ არა და შემდეგ უკვე დედამიწაზე სიცოცხლე იყოს თუ არა. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ვისურვებდი, რომ სწორი გადაწყვეტილებით გვევლოს, იმ უფლის გზით გვევლოს, მოსული სიტყვის გზით გვევლოს და საქართველოს და ქართველი ერის ის სულიერი მისია პირნათლად შეგვესრულებინოს. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.